დღევანდელი დღის თემა. თქვა, ვინ ეტყოდა აბრაამს, შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა და მაინც ვშობე მისი სიბერის ძე. დღესაც განვაგრძოთ საყვარელნო გუშინდელი საუბარი. ისევ სულიერ ტრაპეზს შემოგთავაზებთ, რათა კიდევ ერთხელ დავინახოთ, რაც გუშინაც მოისმინეთ. ენით აუწერელი განზრახვა და შემწყნარებლობა უფლისა და მეორეს მხრივ, უდიდესი მორჩილება მამამთავრის და მისი სულიერი განწყობილება. თქვენ ნახეთ, როგორ გაახარა სარა ისააკის დაბადებამ. თქვა სარამ, საცინლად გამხადა ღმერთმა. ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა იხარებს ჩემთან ერთად. ყოველი ამბობს, ვინც გაიგებს ამას, ჩემი სიხარულის მონაწილე გახდება. უდიდესია ღვთისგან ნაბოძების საჩუქარი. ის ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება. ვინ არ გაოცდება, როცა დაინახავს უკვე ხანდაზმული და ამდრომდე უშვილო როგორ კვებავს ღრმას. თვითონაც გაოცებული და გაკვირვებული ამ მოვლენით სარა ამბობს. თქვა, ვინ ეტყოდა აბრაამს, შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა და მაინც ვშობე მისი სიბერის ძე, რადგან ეს მოვლენა ზებუნებრივია, სარა ამბობს. ვინ ეტყოდა აბრაამს? ანუ, ვინ იფიქრებდა, ვის შეეძლო ეს წარმოედგინა? რა გონება ჩაწვდება ამას? როგორ უნდა განსაჯო ყველაფერი, სრულად რომ აიხსნას მომხდარი? იმდენად გასაოცარი არ არის ის, უდაბნოში ქვისგან წყაროს წყალი რომ გარდამოედინა, როდესაც მოსემ კვერთხი დაარტყა, რამდენადაც უკვე მკვდარი საშოდან ბავშვის დაბადება და რძის გარდამოდენა. ყველასთვის რომ ნათელი იყოს ბავშვის დაბადების სინამდვილე და ყველამ, როგორც თანამედროვემ, ასევე შთამომავლობამ გაიგოს ამის შესახებ, დაიჯეროს სასწაული, სარა თვითონ კვებავს ღრმას, იღებს საკუთარ თავზე შრომას, გამოკვებოს საკუთარი რძით და ამბობს. ვინ ეტყოდა აბრაამს, შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა? ხომ არის ეს სიახლე? გასაოცარი და ყველა მოსალოდნელ საჩუქარზე ზიაღმატებული ჩემს დასამშვიდებლად, რომ მე შვილი გავაჩინე მოხუცებულობაში. რას ნიშნავს? და მაინც ვშობე მისი სიბერის ძე? ეს იმას ნიშნავს, რომ გარდა უნაყოფობისა, ესოდენ ხანდაზმულ ასაკში მშობიარობის იმედიც კი არ უნდა ჰქონოდა. მაგრამ ღმერთმა ყველა ეს დაბრკოლება აღმოფხრა, მაჩუკა შვილის დაბადებაც და რძის წყაროც. ახლა მომდევნო მოვლენები განვიხილოთ. როცა რძით კვების დრო დასრულდა, დაინახა სარამ, რომ დასცინოდა მის შვილს შვილი ეგვიპტელი აგარისა, რომელმაც უშვა იგი აბრაამს. უთხრა სარამ აბრაამს. გააგდე ეს ყმაქალი და მისი შვილი, რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი ამ ყმაქალის შვილმა ჩემს შვილთან, ისაკთან ერთად. მეტისმეტად შეაწუხა აბრაამი ამ ამბავმა, თავისი შვილის, ისმაელის გამო. შეხედე აქ, საყვარელო სარა, როგორ ვერ ითმენს ისმაელის თავნებობას და არ შეუძლია მშვიდად გადაიტანოს, რომ მონის შვილი ისააკს ასე უდიერად მიმართავს. როგორც ადრე, სურს ქედმაღალი აგარი ახლაც ემორჩილებოდეს. სურს თავიდანვე ალაგმოს ისმაელის უფლებები და არც მომავალში აპირებს მშვიდად მოითმინოს მის შვილს, თვითუფლის საჩუქარს და მისი მადლით დაბადებულს, ეგვიპტელი მონის შვილთან ჰქონდეს ურთიერთობა. ის ეუბნება აბრაამს. გააგდე ეს ყმაქალი და მისი შვილი, რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი ამ ყმაქალის შვილმა ჩემს შვილთან. სარა ხედავდა, რომ თვითონაც ღრმად იყო მოხუცებული და მამამთავარიც. შიშობდა მათი მოსალოდნელი გარდაცვალების შემთხვევაში ისმაელს არ ესარგებლა იმით, რომ მამამთავარის თესლით იყო ნაშობი, არ ეცადა მამის მემკვიდრეობაში წილის დადება და ისააკთან თავის გატოლება. სწორედ, ამიტომ ამბობდა სარა. გააგდე ეს ყმაქალი და მისი შვილი. და იცოდეს აგარმა, რომ მონის შვილს არ შეიძლება საერთო ჰქონდეს ჩემს შვილთან, ისააკთან. წესიც არ არის, რომ მონის შვილი ასე ახლოს იყოს ქალბატონის შვილთან. თუმცა სარა ამ შემთხვევაში უსამართლოდ კი არა სამართლიანად მოიქცა და თვითონ ღმერთმა გაამართლა მისი სიტყვები. მამამთავარმა კი, რომელსაც უყვარდა ისმაელი, უკმაყოფილებით მიიღო სარას სიტყვები. საფრთხო წერილი ამბობს, მეტისმეტად შეაწუხა აბრაამი ამ ამბავმა თავისი შვილის, ისმაელის გამო. ის აგარზე არ ზრუნავდა, უკვე ასაკში მყოფი შვილს თანაუგზნობდა. ყურადღება მიაქცია კაცთმოყვარე ღმერთის განსაკუთრებულ მოწყალებას. ის ხედავს, რომ სარასწუხილი ბავშვების თანასწორობაზე ჩვეულებრივი გრძნობაა ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ისმაელის და დედამისის გაძევების მშვიდად გადატანა აბრაამსაც არ შეუძლია. ამიტომ ღმერთს მისთვის დამახასიათებელი კაცთმოყვარეობით სურს გაამყაროს ერთსულოვანი კავშირი და ეუბნება აბრაამს. ნუ სწუხარ ყმაწვილზე და შენს ყმაქალზე. ყველაფერი გაუგონე სარას, რასაც გეტყვის. ნუ მიიღებ მწუხარებით მის სიტყვებს. არამედ რაც უნდა გითხრას, ყური უგდემას, უფალი ამბობს. ყველაფერი, რასაც სარა გეუბნება ისმაელთან და აგართან დაკავშირებით, მიიღე და შეისმინე. ნუ ეცდები მის გაბრაზებას, ვინც ყოველთვის ესოდენ, დიდ სიყვარულს იჩენდა შენდამი, ვინც არაერთხელ გიხსნა სიკვდილისაგან. მსხვერპლად ეწირებოდა შენს დასახსნელად და შენი ასეთი განდიდების მიზეზი გახდა. პირველ რიგში გააკეთა ის, რომ შენ ამისთანა სიმდიდრით გამოხვედი ეგვიპტიდან. შემდეგ იმის მიზეზი გახდა, რომ ღირს იქმენ აბიმელექისგან ესოდენი პატივის მიღებას. ასე რომ ნუ მისცემ თავს უფლებას იმოქმედო მისი სიტყვების საწინააღმდეგოდ. სხვაგვარად არც მომავალში იქნება, რადგან ისააკით დაგეწყება შთამომავლობა და ის იქნება შენი მემკვიდრე. ყმაქალის ძესაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი. ამიტომ გააკეთე ისე, როგორც სარა გეუბნება და ემორჩილე მის სიტყვებს.
დახეთ უცებ როგორი მშვიდობა და ერთსულოვნება დამყარდა მათ თანაცხოვრებაში, უფლის სიკეთემ როგორ სწრაფად შეკრა ისინი. ადგა დილა ადრიანად აბრაამი, აიღო პური, ერთი მათარა წყალი და მისცა აგარს, ზურგზე შეუსვა ბავშვი და გაუშვა. ყურადღება მიაქციე მართლის დიდ სიბრძნეს, ყველაფერში როგორ ამჟღავნებს ღვთისმოსაობის განწყობას. როცა მან სარას სიტყვები გაიგონა, გააგდე ეს ყმაქალი და მისი შვილი. არ ესიამოვნა, იმიტომ რომ უყვარდა ისმაელი. მაგრამ როცა ღმერთმა უბრძანა, მაშინვე შეასრულა ბრძანება და დაივიწყა ბუნებრივი სიყვარული. ის ფიქრობდა, როგორც კი ღმერთი თავის ნებას განაცხადებს, ყოველგვარი ნება უნდა განქარდეს, რადგან ბუნების მბრძანებელი უფალია. ასე რომ, ამბობს წმინდა წერილი, აიღო მონამ პურები და წყლის მათარა, წავიდა შვილთან ერთად. დახე, ისევ, უფლის კეთილგანწყობას მართლისადმი, ისიც ღირსი ხდება უზენაესის წყალობის. აბრაამის გაძევებული აგარი ხეტიალობდა უდაბნოში, უწყლოდ დარჩენილი, სიმშვიდეს ვერსად პოულობდა, გაუთავდა მათარაში წყალი და დასვა ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას. გული ეკუმშებოდა დარდისა და შვილის სიყვარულისგან და აი, წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, საისრეზე, რადგან იფიქრა, ბავშვის სიკვდილს ვერ უყურებო. იჯდა მოშორებით და ხმამაღლა ტიროდა. მაგრამ გულკეთილი და კაცმოყვარია უფალი, რომლის მზრუნველობა დედის და მამის სიყვარულს აღემატება. მოესმა ღმერთს ყმაწვილის ხმა, შეებრალა და გული მოულბო აგარის ტანჯვამ. წმინდა წერილი ამბობს, მოესმა ღმერთს ყმაწვილის ხმა, დაუძახა აგარს ღვთის ანგელოზმა ციდან და უთხრა, რა იყო, აგარ, ნუ გეშინია, რადგან მოესმა ღმერთს შენი ყმაწვილის ხმა იმ ადგილიდან, სადაც არის. ადექი, აიყვანე ყმაწვილი ხელში, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას. ჰოი, როგორი კაცთმოყვარია უფალი. მიუხედავად იმისა, რომ ის მონაა, არ განაგდებს აგარს. მამამთავრისთვის მიცემულ აღთქმაში, ვისი თესლისგანაც იშვა ისმაელი, ის ადასტურებს თავის უდიდეს მზრუნველობას და ამბობს, რა იყო, აგარ, ნუ გეშინია, რადგან მოესმა ღმერთს შენი ყმაწვილის ხმა იმ ადგილიდან, სადაც არის. ადექი, აიყვანე ყმაწვილი ხელში, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას. ამბობს, ნუ დარდობ იმაზე, რომ სახლიდან გაძევებული ხარ, იმიტომ რომ შენ შვილზე ასეთი განზრახვა მაქვს, მრავალრიცხოვანი შთამომავლობის დასაბამი გახდება. აუხილა მას თვალი ღმერთმა, არა იმიტომ თითქოს აქამდე არ ქონდა მხედველობა, არამედ იმიტომ რომ გახელილ თვალებსაც არ მოუტანიათ მისთვის სარგებელი უზენაესის გამოცხადების გარეშე. ამიტომ როცა უფალს ეწადა, მასზე მზრუნველობა ეჩვენებინა, აუხილა მას თვალი ღმერთმა, ანუ შეატყობინა თავისი გამოცხადება, გამოაცოცხლა მისი სული, აჩვენა გზა, ასე რომ მან დაინახა ადგილი, სადაც წყლის ნაკადული მოედინებოდა. წმინდა წერილი ამბობს, აუხილა მას თვალი ღმერთმა და დაინახა ქალმა წყლიანი ჭა, წავიდა, წყლით აავსო მათარა და ყმაწვილს დაალევინა. გაუვალ ადგილებში უფალი აჩვენებდა გზას და ასეთ უნუგეშო მდგომარეობაში, როცა ხსნის არანაირი იმედი არ ჰქონდა, უფალმა გამოიჩინა მის მიმართ კეთილგანწყობა, დაამშვიდა და ყმაწვილის მიმართ თავისი განზრახვაც დაუდასტურა. ასეა, თუნდაც უდაბნოში ვიმყოფებოდეთ, თუნდაც უკიდურეს უბედურებაში, გადარჩენის არავითარი იმედი არ გქონდეს, არავის დახმარება არ დაგჭირდება თუ უფალი ჩვენს გვერდითაა. წმინდა წერილი ამბობს, ღმერთი იყო ყმაწვილთან, გაიზარდა და უდაბნოში დამკვიდრდა და მშვილდოსანი შეიქნა. თუ ჩვენ მის კეთილგანწყობას მოვიპოვებთ, ვერავინ დაგვამარცხებს და ყველაზე აღმატებულნი ვიქნებით. ამგვარად, როცა ვეძიებთ უფლის კეთილგანწყობას, თუნდაც უდაბნოში ვიყოთ, ქალაქში მაცხოვრებლებზე უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით, რადგან უფლის დახმარება არის უდიდესი დაცვა და ზღუდე გადაულახავი. რომ დავიგოთ, უდაბნოში მყოფი როგორ შეიძლება იყოს ქალაქში მაცხოვრებელზე მეტად უსაფრთხოდ. გავიხსენოთ, როგორ დაეხეტებოდა დავითი ერთი ადგილიდან მეორე ადგილას და დროს ყარიბობაში ატარებდა. იგი ამ დროს ღვთიური მარჯვენით იყო შემოსაზღვრული. საულს კი, რომელიც ქალაქში იყო, შუბოსნები და მცველები დაყვებოდნენ, ყოველდღე კანკალებდა თავდასხმის შიშით. დავითს მარტო ხელას გვერდით არავინ ჰყავდა, მაგრამ არც სჭირდებოდა ადამიანთა თანადგომა. საულს კი, რომელსაც დიადემა უნდა დაედგა და ძოწეულით შემოსილიყო, დაცვა სჭირდებოდა. მეფეს მწყემსი ჭირდებოდა, დიადემით შემოსილს უცნობი ადამიანი. თუმცა თუ გსურთ, ჩვენი საუბარი რამდენადმე ზემოდან დავიწყოთ, რათა სრულად წარმოვიდგინოთ ყველაფერი. დავრწმუნდეთ, რომ არაფერია უზენაესის შეწევნით გარემოცულ ადამიანზე უფრო ძლიერი და არაფერია იმაზე უფრო სუსტი, ვინც ამ შეწევნას მოკლებულია, თუნდაც ჯარით იყოს გარემოცული. დავითი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა იყო და არასრულწლოვანების გამო მამის სახლში ცხოვრობდა, მაგრამ უკვე ახლოვდებოდა მისი სათნოების გამჟღავნების დრო. თანაც მამისგან მიიღო ბრძანება, თავისი ძმები მოენახულებინა, დაიჯერა და მათ მოსანახულებლად გაემგზავრა. მათ სანახავად მისულმა გაიგო, რომ უცხოტომელ გოლიათთან ბრძოლა იყო მოსალოდნელი, რომ მთელი ებრაელი ხალხი საულთან ერთად შიშს შეეპყრო, მეფეც კი ყველაფრის დაკარგვის საშიშროების წინაშე იდგა. თავიდან დავითს სურდა ეს ახალი და უცნაური სანახაობა ენახა, როგორ გადაწყვიტა ერთმა ადამიანმა, ათასებისთვის გაეწია წინააღმდეგობა. მაგრამ ძმებმა ვერ აიტანეს მისი სულის ძლიერება, შეშურდათ მისი და უთხრეს, მხოლოდ იმისთვის მოხვედი, რომ ბრძოლა გენახა? ჩვენ სანახავად არ მოსულ ხარ. შეხედე მის კეთილგონიერებას და უდიდეს სიმშვიდეს. უხეშად არაფერს ეუბნება, ამშვიდებს მათ მგზნებარებას და აოკებს შურს, პასუხობს. განა ეს სიტყვები არ არის?
ნუ თუ ვერ ხედავთ, იარაღი არ ამიღია და არ ვდგევარ ჯარის რიგებში. სურდა, მხოლოდ შემეხედა და გამეგო, საიდან აქვს ამ ადამიანს ასეთი უსაზღრო სიამაყე, რადგან ვინ არის ეგ წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, ასეთ სირცხვილში რომ აგდებს ღვთის რაზმებს. შემდეგ ესმის მისი უკიდურესად ამპარტავნული სიტყვები და ხედავს, რომ საულთან მყოფთაგან ყველა როგორ მოუცავს ენით აუწერელს შიშს და ამიტომ ამბობს. რა ბედი ეწევა კაცს, ვინც იმ ფილისტიმელს დაამარცხებს. ამ სიტყვებით თავის სულის სიმტკიცეს გამოაჩენს და ყველას აოცებს. საულმა ეს გაიგო, იხმო ყმაწვილი, რომელმაც მწყემსობის გარდა არაფერი იცოდა და, როდესაც მისი ასაკი შეიტყო, აბუჩა დაიგდო. მაგრამ როდესაც გაიგო, როგორ უმკლავდებოდა დავითი დათვებს მის ფარას რომ ესხმოდნენ თავს და როდესაც მისი სულის ძლიერება ნახა, მეფემ მოინდომა საკუთარი, სამეფო იარაღით აღეჭურვა იგი. ყმაწვილმა იარაღი კი გამოართვა, მაგრამ მისი ზიდვა ვერ შეძლო. ასე იმიტომ მოხდა, რომ უფრო ნათლად გაცხადებულიყო ღვთის ძალა, რომელიც ყმაწვილის საშუალებით მოქმედებდა და რომ შედეგი იარაღის ძლიერებისთვის არ მიეწერათ. იარაღით აღჭურვილმა მხოლოდ სიმძიმე იგრძნო და დადო იგი. მხოლოდ მწყემსის ჩანთა წაიღო რამდენიმე ქვა და ამით გამოვიდა ცოცხალი კოშკის წინააღმდეგ. უცხოტომელი თავის მხრივ ხედავს ასაკით ახალგაზრდას და თავიდან სიტყვებით უტევს, როგორც უღონო ყმაწვილს. როცა ხედავს დავითს, მწყემსის ჩანთით და რამდენიმე ქვით მის წინააღმდეგ ეუბნება. როგორც ჩანს, გგონია რომ ისევ ცხრებთან ხარ და ძაღლის მოგერიებას ცდილობ? ჩემთან ბრძოლას ასეთი იარაღით ბედავ? აი ახლა, გამოცდილება დაგიმტკიცებს, რომ შენ ჩვეულებრივ ადამიანთან ბრძოლა არ გელის. წარმოთქვა ეს ქედმაღალი სიტყვები და იარაღი აიღო. ამგვარად, ერთი ბრძოლას იწყებს, თავისი იარაღის სიძლიერეში დარწმუნებული, მეორე კი უზენაესის შეწევნით. თავისი მხრიდან დავითი უპირველესად სიტყვებით იმორჩილებს უცხოტომელის ამპარტავნებას და ეუბნება. შენ ჩემს წინააღმდეგ ხმლით და შუბით მოდიხარ და ფიქრობ, საკუთარი ძალით გაიმარჯვებ. მე კი უფლის სახელით მოვდივარ. ეს რომ თქვა, მწყემსის ჩანთიდან ერთი ქვა ამოიღო, თითქოს მართლა ერთი ძაღლის გაგდება უნდოდა, რომელიც ცხრის ფარას დაესხა თავს, ქვა შურდულივით ისროლა. განგმირული გოლიათი იქვე მიწაზე დაეცა. დავითმა სასწრაფოდ აიღო მისი ხმალი, თავი მოკვეთა და მეფეს მიუტანა. ასე მოუღო ბოლო ომს. ამგვარად, მისი საშუალებით მეფემაც ხსნა ჰპოვა და მთელმა მისმა ლაშქარმაც შვებით ამოისუნთქა. ღირდა ამ უცნაური და უჩვეულო სანახაობის ნახვა უიარაღოს მიერ განგმირული შეიარაღებული. მწყემსის მიერ დამარცხებული საბრძოლო საქმეში გამოცდილი ადამიანი. რატომ მოხდა ასე? იმიტომ რომ დავითი უზენაესის ძალით იყო გამაგრებული, გოლიათი კი არა, ამიტომაც ჩავარდა დავითის ხელში. ახლა კი შეხედე როგორ უსამართლო ქმედებას იწვევს შურის გრძნობა. როცა მეფემ დაინახა რომ მართალს პატივს მიაგებენ და მოზეიმე ქალები ხოტბას ასხამენ. საულმა ათასები დაამარცხა, დავითმა ათობით ათასი. შვიდად ვერ აიტანა და შურით შეპყრობილმა ბრაზის ნთხევა იმაზე დაიწყო, ვინც მხსნელად მოევლინა და მისი სიცოცხლის ხელყოფაც კი სცადა. ჰოი, უკიდურესი სიგიჟე! ჰოი, განუსჯელობა! ის, ვინც სიცოცხლე შეუნარჩუნა და ჯარი უცხოტომელის მძვინვარებისაგან გაათავისუფლა, ტრობაში გახდა ეჭმიტანილი და დაუვიწყეს ის სიკეთე, რაც ცოტა ხნის წინ მათ მოუტანა დავითმა. მეფევნებას დაემორჩილა, შურისგან გონება დაუბნელდა როგორც მთვრალს, კეთილის მყოფელს ისე დაუწყო ყურება როგორც მტერს. ასეთია შურის ბოროტება, ის უპირველესად მას ვნებს, ვიშიც ჩაისახება. როგორც ჭია ხეში დაბუდებული უპირველესად თვით ხეს ჭამს, ასეა შურიც ჩვენში ჩასახული, სულს ანადგურებს. იმას კი ვისიც შურთ ვერაფერს ავნებენ. შურთან დაკავშირებულ ისტორიებში დასაწყის ნუ კი შეხედავ, არამედ შედეგს და მხედველობაში მიიღე. შურს დიდება მხოლოდ მისთვის მოაქვს, ვისიც შურთ, რადგან ისინი ღმერთს მიმართავენ დახმარებისთვის და უზენაესის თანაგრძნობას იღებენ. მოშურნე კი მოკლებულია უფლის წყალობას და ყველას ადვილად უვარდება ხელში. გარეშე მტრებზე მეტად საკუთარ ვნებებს დამონებული. საკუთარ თავს მუსრავს, თითქოს უხილავი კბილებით დაკპენილი იფიტება, ასე ვთქვათ, უფსკრულში ეშვება. თუ ეს გვეცოდინება გარწმუნებთ, ამ დამღუპელნებას გავექცევით და ყველა საშუალებით ამოვძირკვავთ ჩვენი სულიდან. ეს ყველაზე მეტად დამღუპველი ვნება ჩვენს ხსნას ვნებს, ეს თვით ეშმაკის გამოგონებაა. ამიტომაც ბრძენი ამბობს, ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა. რას ნიშნავს? ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა? ეს იმას ნიშნავს, როცა იმ ბოროტმა მხეცმა პირველქმნილი ადამიანის უკვდავება დაინახა, თავისი ბოროტებით დანაშაული ჩაადენინა, მცნება დაარღვევინა. ამით ის გააკეთა, რომ ადამიანის სიკვდილით დაისაჯა. ამგვარად შურმა წარმოშვა ცდუნებამ დანაშაული, დანაშაულმა სიკვდილი. ამიტომაც ითქვა, ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა. ხომ ხედავ, როგორი ბოროტებაა ამ ნებაში. უკვდავი მოკვდავი გახადა. მაშინ, როცა ჩვენი ხსნის მტერი, საკუთარი შური, იყო მიზეზი იმისა, რომ უკვდავად შექმნილი პირველი ადამიანი სიკვდილით დაისაჯა, კეთილმზრუნველი და კაცთმოყვარე ღმერთი საკუთარი სიკვდილით ისევ გვანიჭებს უკვდავებას, ასე რომ ჩვენ მეტი მოვიპოვეთ, ვიდრე დავკარგეთ. ეშმაკი გვართმევს სამოთხეს, უფალი ცად გვამაღლებს. ეშმაკი ჩვენი განკითხვის მიზეზია, უფალი კი უკვდავებას გვანიჭებს.
ეშმაკი გვართმევს ედემის ნეტარებას, უფალით სათა სასუფეველს გვიმზადებს. ხედავ ღმერთის უზენაეს სიბრძნეს, როგორ უბრუნებს ეშმაკს ჩვენკენ მომართულ იარაღს, შურს, რომელიც ჩვენი ხსნის საწინააღმდეგოდ იყო მომარჯვებული. ამით უფალმა არა მარტო ღირს ყო უფრო დიდი სიკეთით ვიდრე სამოთხეშია, არამედ თვითონ ურჩხული გადმოგცა ჩვენს განგებულებაში, თქვა: აჰა მიქცემ თქვენ ხელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა. დავაფიქრდეთ ამ ყველაფერზე, ამოვძირკოთ შური ჩვენი სულიდან და ვცადოთ უფლის კეთილგანწყობის მოპოვება. ის ჩვენი დაუმარცხებელი იარაღია. იგი ჩვენი ყველაზე დიდი ძლიერებაა. მისი დახმარებით ისმაელიც, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა უკიდურესად რთულ მდგომარეობაში, უდაბნოში იმყოფებოდა, განდიდდა და დიდი შთამომავლობა შვა, რადგან საღვთო წერილი ამბობს: ღმერთი იყო ხმაწვილთან. აქ დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი სიტყვა, გთხოვთ, გძაგდეთ ახლანდელი და სულით ისწრაფოდეთ მომავლისკენ. უფლის კეთილგანწყობა მიიჩნიეთ ყველაფერზე აღმატებულად და სათნო ცხოვრებით მოიპოვეთ თქვენთვის მტკიცე სასოება, რათა ახლანდელი ცხოვრებაც უდარდელად გაატარო და მომავალ სიკეთესაც მიაღწიო. მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს, მამისა და სულისა წმიდისა თანა დიდება და უფლება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.